სახელმწიფო ქონების 2024 წლის პრივატიზაციის გეგმა 100%-ით შესრულდა. სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხის მოცულობამ კი ჯამში 236 მილიონ ლარს გადააჭარბა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, აქტიური მუშაობა სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. ჩუბინიძე გიამბობთ. 2025 წლის პირველ ნახევარში პრივატიზაციის გეგმამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ელექტრონულმა აუქციონმა ბიუჯეტში 126 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა, რაც წლის გეგმასთან შედარებით უკვე შთამბეჭდავ მაჩვენებელზე 136%-ზე მეტია. აქტიურად მუშაობთ პოტენციურ შიდა ისაბერკურ საერთაშორისო ინვესტორებთან. აღნიშნული შედეგი, რა თქმა უნდა, ცხადყოფს იმას, რომ საქართველოში ინვესტიციების იზრდება, დაინტერესებულია ბევრი შიდა და საერთაშორისო ინვესტორი ჩვენ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების კუთხით. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 6 თვის განმავლობაში 463 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, რომელთა შედეგად 261 უძრავი ქონება გასხვისდა. პარალელურად მოძრავი ქონების გაყიდვებით ბიუჯეტში 6 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. ქონების ეროვნული სააგენტო და ეკონომიკის სამინისტრო აგრძელებენ მუშაობას პრივატიზაციის კუთხით, ინვესტორების მოზიდვის მიზნით და წლის ბოლომდე ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პროცესი წარმატებით განხორციელდება და გეგმა გადაჭარბებით იქნება შესრულებული კვლავაც. საანგარიშგებო პერიოდში გამოცხადდა 463 ელექტრონული აუქციონი. ჯამში როგორც წინა, ასევე მიმდინარე წლის საპრივატიზებო ობიექტების პრივატიზების პროცესი პოზიტიურია. სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი სრულად ელექტრონულია. როცა სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე გადის და მალევე პოულობს ახალ მფლობელს, ეს არ ნიშნავს მხოლოდ ერთი ობიექტის გაყიდვას. ეს ნიშნავს ბიუჯეტში ახალ მილიონებს მომატებულ ნდობას ეკონომიკის მიმართ და საბოლოოდ სოციალურ სარგებელს. ეკონომისტები ამბობენ, რომ ამ პროცესს ახალი ინვესტიციები მოსდევს, რაც ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელია. როდესაც ქვეყანაში პრივატიზაციის მაჩვენებელი იზრდება, ეს ნიშნავს ერთი მხრივ, რომ სახელმწიფოს აქვს მოქნილობა, რომ საჭირო დროს გამოიტანოს აუქციონებზე და პრივატიზაციის გზით შესთავაზოს კერძო სექტორს ის ქონება, რაც მას აინტერესებს და მეორე მხრივ ეს არის გამოხატულება იმისა, რომ კერძო სექტორი გამოხატავს ნდობას და მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოსა და ეკონომიკის მიმართ. პრივატიზაციის პროცესი სრულიად ელექტრონული და გამჭვირვალეა. დაინტერესებულ ადამიანებს აუქციონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დროს ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე ქონების მართვის სააგენტოს ვებ პორტალის საშუალებით შეუძლიათ.